როდესაც ჩემთან ავტოდრომზე ავტომობილი მოყავთ, ეს ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ შევამოწმოთ რამდენად მდგრადია ეს ავტომობილი. რამდენად კარგად ჩქარდება. რამდენად კარგად ჩერდება და როგორი მანევრება შეუძლია მას. ამ შემთხვევაში ჩვენ სტუმრად გვყავს IM L6, რომელშიც 8 ცხენი ზალამდეა დამწყდებული, რაც ავტომატურად ჩემთვის იმას გულისხმობს, რომ ძალიან დიდი ენერგიის შეკავება მომიწევს. ამ ავტომობილზე თან ფაქტია, რომ აი ამ ბრენდებმა იზრუნეს, ანუ შიგნით ის აღჭურვილია სასწაულად ხარისხიანი დეტალებით. აღარაფერს ვამბობ კამერებზე, რომელიც ყველგან არის, აბსოლუტურად ყველგან, სენსორებზე, რომელიც აბსოლუტურად ყველგან არის. ამ ავტომობილს გვერდზე მიჩოჩებაც თავისუფლად შეუძლია, ავტონომიური პარკინგიც შეუძლია, შიგნით სალონი სრულად დახვეწილია, როგორც მგზავრისთვის, ასევე მძღოლისთვის და მე ახლა გაჩვენებთ რა არის ჩემთვის ყველაზე უფრო მისაღები და კომფორტული. როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს ყველაფერი, ეს არის აი ეს საჭე. იმიტომ რომ შეგრძნება მაქვს თითქოს ფორმულაში ჩავჯექი, აბსოლუტური ხედვა მაქვს, რაც ჩემთვის კარგია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც ასევე უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. თუმცა თუ ეს არ მოგწონს, ჩვენ შეგვიძლია შევუკვეთოთ ჩვეულებრივი საჭე, კლასიკური, რასაც მიჩვეული ვართ. ყველა დეტალი აბსოლუტურად, რასაც ვეხებით, გვეუბნება, რომ მე ვარ ხარისხიანი. ეს უზარმაზარი დისპლეი, რომელზეც 1000 რამ შეგვიძლია რომ გამოვიტანოთ, თანამედროვეობაში უკვე არანაირი გასაღების ფორმა აღარ არის საჭირო, უბრალოდ აი ესე, ისევე როგორც სასტუმროში მივადებთ და ყველაფერი მზად არის, ავტომობილი თავიდან ბოლომდე მზად არის, ჩვენ შეგვიძლია ის უბრალოდ მართოთ. ნებისმიერი კამერა წინ, უკან 360 შეგვიძლია ერთი ღილაკის გადართვით ჩავრთოთ და ვნახოთ თუ რა ხდება ირგვლივ და როცა ეს ფუნქციურად ავტომატურად გვჭირდება, ის რა თქმა უნდა ყველაფერს ავტომატურად აკეთებს, იმიტომ რომ დაგვავიწყდაც კი იყოს გამორიცხული. დისპლეიდან ავტომობილის ფუნქციური ნაწილი შეგვიძლია თავიდან ბოლომდე შევცვალოთ, ნუ არაფერს ვამბობ იმ ელემენტარულ კომფორტებზე, რომელიც სავარძლის მოწყობას, მგზავრის კომფორტს გულისხმობს. ეს დისპლეი თან, რა თქმა უნდა, მგზავრისთვისაც იგივენაირად კომფორტულია რომ გამოიყენოს, შეგვიძლია ფილმის ჩავრთოთ და უყუროთ და ნუ ავტომობილის მართვაზე არაფერს ვამბობ, იმიტომ რომ ამას უკვე ჩვენი რეალური ტესტი გვაჩვენებს. ჩვენი სუპერ ავტომობილი ახლა დისპლეიზე იმასაც კი გვაჩვენებს, რომ ჩვენს ირგვლივ ორი ოპერატორი დგას, რომელიც ყველაფერ ამას იღებს. მე ახლა ვთხოვ, ღვეძს გავიკეთებ და ოპერატორებს ვთხოვ, ავტომობილიდან გავიდნენ, ვიწყებთ რეალურ ტესტს. მიპოვეთ სად არის სპორტი, აქ ვცალავთ ეს. როდესაც შევდივართ ორ მენუში, დრაივინგს ვაჭერთ და დრაივინგში არის 5 რეჟიმი და სპორტს ვაჭერთ. და გამომირთეთ ESC მოცულობის საწინააღმდეგოს გამოვჭერთ, რომ ფოტოშოთ. გამოვტოვე. კი ბატონო. ეხლა მე მაქვს ესეთი კითხვა რა, ეს მანქანა ეს გვერდზე ხომ ხოჯიანებს? კი, აი ზუსტად როგორც კიბორჩხალა დადის, ზუსტად ის crab mode აქვს, გადავდივართ და აქ რეჟიმებთან ერთად აი ქვევით ზედა მარჯვენა კუთხეში ახატია კიდევაც ვიზუალურად, რომ კი, შესაბამისი, როდესაც მწვანე წიჭკები ეგრეთ წოდებული აინთება, მაგ შემთხვევაში დავაჭერთ. ანუ ეს
რამე თუ ისე არ არის. თუ ისე არ არის, არ ჩაგირთავთ და მაქსიმუმ 30 კმ/სთ არ აცდეთ, რომ ეს თელი მუღამი მიიღოთ ამ გვერდული სიარულის. ეხლა ეს გორდულად მოუხვევ, თრად გორდულად წავა? არა, დიაგონალურად წახვა. აბა გავსინჯოთ, ესე მოუხვევ და აბა. ესე ვიდეო. აბა ეხლა იქ. აი. საჭე მოტრიალებულია, მაგრამ მაინც რა მაგარია. იგონე ხო, ეხლა всё. ან როგორც კი 10-20 კმ/სთ ეგრევე გაგიტიშა. რამაც მე შეგიძლია ესეთი უცნაური. იგონე როიალს ვატრიალებო იქით აკეთო, აი ეგეთ შეგიძლია ზუსტად. 4 ფეხზე რო ბორბლები აქვს და როგორც გინე ისე რო ატრიალებ და ამას ცალკე სწავლა უნდა. ძალიან მომწონს თქვენი მაგანა, ამიტომ კითხვები მაქვს ისეთი. საყოფაცხოვრო კითხვები დამებადა. დამემატებით გისმენთ. რამდენს გადის ერთი დამოხტვით? კონკრეტულად ეხლა რაშიც ვცივართ. ეს არის 780 კმ-იანი ვერსია 4/4-ზე. თუმცა რა თქმა უნდა არსებობს სხვა კომპლექტაციებიც, მაგალითად უკანა წამყვანი, რომელიც უკვე 850 კმ და მეტის გავლა შეუძლია. ან უფრო მეტის გავლა შეუძლია, მაგრამ ესეთივე მძლავრია? არის უკანა წამყვანი არის. მაგის ხარჯზე 4 წამყვანზე ყველაზე მაღალი არის 780 კმ. ფასის სხვაობები როგორ არის? ანუ კონკრეტულად ეს მოდელი რა არის და მოკლედ ამ ეტაპზე $49,000, თუმცა ეხლა ამ ეტაპზე გვაქვს პრეორდერებით და იმ ადამიანებს, ვისაც უნდა წინასწარ შეიძინონ ეს ავტომობილი, სულ რაღაც $45,000 შეიძლება ამ მონსტრის შეძენა. და რამდენ ხანში ჩამოვა? დაახლოებით უნდა ვიანგარიშოთ 3 თვე. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის ესე რომ ვთქვათ, არის თუ არა ის კონკრეტული კომპლექტაცია შექმნილი, რაც მომხმარებელს სურს. თუ დამატებითი რაღაცები უნდა მისი კომფორტის ზონა რო უფრო მეტად შეიქმნას, მაგ შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტი დრო დაჭირდეს. გასაგებია. ანუ კიდე ერთი კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით, სერვისის ამბავში როგორ ხართ? ანუ თუ რაღაც დამიზიანდა, ვინიცობა, შემეჯახა ვიღაცა რაღაცა მოხდა, როგორ არის სერვისი? iMotors არის საქართველოში ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი iMotors-ის, მათ შორის ექსკლუზიური, რა თქმა უნდა, და ავტომობილზე სთავაზობს 6 წლიან ან 190,000 კმ-იან გარანტიას ელემენტზე, ელემენტის ძრავზე და ძირითად აგრეგატებზე, მოდი ესე ვიტყვი, თუმცა 4 წელიან 130,000 კმ არის აგრეთვე სავალ ნაწილებზე მაგალითად. ელექტრობაზე. დიახ, იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით ამ ავტომობილის სავალი ნაწილი რამდენად მაღალხარისხიანი არის და ზუსტად მაგით ვიძლევით აი ამ გარანტიას. ეს არის ქარხნის ოფიციალური გარანტია. ქარხანა იძლევა, ჩვენც ვიძლევით ლოგიკურად. იშვიათი შემთხვევაა, როცა სავალ ნაწილზე ვინმე გარანტიას იძლევა. დიახ, აი ეს რა თქმა უნდა ამ სავალ ნაწილზე არ იგულისხმება ცვეთადი ნაწილი. კი, რა თქმა უნდა, საბურავები არ იგულისხმება. არც ეგრეთ წოდებული ხუნდები. რა თქმა უნდა. მე რჩევას მოგცემთ. 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო. ასე რომ თქვენთან სად ისე ჭირდება რომ წინ ისეთ გავუკეთოთ რაღაც როლერები რომ გადაგურდეს. ეს აირბაგი რო თავიდანვე გახსნილი იყოს, კარგია რომ მაინც ცოტა რბილად. ანუ სასწაულად ჭირდება რა. ანუ ის იმის ხარჯზე რომ
დაკიდების სისტემა ზოგადად რა, ხო კომფორტზე, სირბილეზე გათვლილი რა, როგორც აჩქარებას, ისევე გაჩერებას, ჭირდება ეს რომ აი ბოლომდე ჩაიჩოქოს რა, აი ბოლომდე ბღაუჭება გეგონება ვიღაცა მსჯელეში ჩაგაგდო და ეს რაღაცას გაჩავს რა. ემოციებიც ფანტასტიკური აქვს. აი ეს ერთი ჩაჯდომისთანავე მიიღებ ამ ემოციებს და რა ვიცი, მოკლედ გადავიდეთ, შევაჯამოთ. მოკლედ მე ცოტა ხანი ჩამოვდგებით რა. ტესტები დავასრულეთ შესაბამისად შემოაბრუნებისას ჩემს კებს და შევაჯამოთ. ძალიან მოხიბლული ვარ. ვერ დაგიბალავთ ამ ემოციებს, იმიტომ რომ თავიდანვე ვამბობდი, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავიდა წარმოება ჩინეთში და ამის დასტური ეს ავტომობილი იქნებოდა. ფაქტია რომ ეს ავტომობილი არის ამის დასტური, იმიტომ რომ ყველაფერი აბსოლუტურად არის ერთი რო ხარისხიანად გაკეთებული. მეორე მართვის დროს ის რაც მინდა რომ მივიღო მაქსიმალურად ამას მაძლევს და თან თუ რამე შეცდომას უშვებ, ამ შეცდომებსაც თავის თავზე იღებს რომ გამოასწოროს, ამიტომაც ძალიან სპორტული მართვის უფლებას არ მაძლევს. ანუ ჩვენ გვინდოდა რომ შევჯიბრებოდით ჰაი დონის სპორტულ ბოლიდებს, მაგრამ ნუ მაგას უფლებას არ გვაძლევს, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე თავის თავზე იღებს იმ გადამლაშებას, რასაც პროფესიონალური მრბოლელი აკეთებს. ბატონო, თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ, ეს ავტომობილი არის ზუსტად იმისთვის შექმნილი, რისთვისაც არის შექმნილი. ეს არ არის, ესე რომ ვთქვათ, დრაგისთვის, ეს არ არის. თავდასხმისთვის. თავდასხმისთვის. ეს არის ის, რასაც არ მინდა ეხლა ცნობილ ბრენდებს შევადარო, მაგრამ ყველა ვინც ერთხელ მაინც დაждდება ამ ავტომობილზე, დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ბრენდები რაც უყვარს, რიცხვას უყვარს ის ბრენდები იმ ხალხს, იმ შედეგს დაუდებს თუ რაღაცებში კიდევ არ აჭობებს. ხო, ანუ საბოლოო ჯამში რამოდენიმე მცდელობა ჰქონდა, რამოდენიმე ტრასაზე და ერთ-ერთ მათგანზე სლალომში კერძოდ რეკორდი დადო ამ ავტომობილმა. თუ ვინმეს უნდა რომ თავისი ავტომობილი გამოცადოს, ბურთი და მოედანი მოხსნან ეს რეკორდი. არ ვიცი რა, ეს მე ამ ემოციებისთვის მზად არ ვიყავი, ვაღიარებ. ეს ის ემოციებია, რაც არ ვიცი, გადაღების დროსაც თქვი, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეიგრძნოს, იმიტომ რომ ეს არის ადრენალინის ალბათ ყველაზე მაღალი ლეველი რა. არ ვიცი, მე სამსახურში დღეშვებულებას ვწერე, 1, 2, 3 დღე მინდა რომ გამოვჯამრთელდე, ისეთი ემოციები მაქვს მიღებული რა. ძალიან დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის პირადად შენ და აი მოტორს მე ცალკე გადავუხდი. მადლობას. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა თქვენ რომ ესეთი კარგი ბიჭი შეეძინეთ საქართველოს.